ისტორიიდან თუ გახსენდებათ, აი კარგი მამობის მაგალითი. მეფეებში? არა მარტო მეფეებში, აი დიდ ქართველებში ზოგადად, თქვა ივანე ჯავახიშვილი ბრძანდეთ და აი ცუდი მამობის მაგალითი. ცუდი მამები ბევრი არის. ცუდი მამები ბევრი არის სამწუხაროდ. ავიღოთ ახლა მარტო ჩვენი ისტორია კი არა, ზოგადად ავიღოთ თუნდაც ერთი ესეთი შაჰაბაზ პირველი. შაჰაბაზ პირველი რომ ნახოთ ქართულათაც არის გამოცემული, არმაღანი ასეთი არის, აღმოსავლური კრებულის 3 წიგნი არის, მაგალითად ამ გამოსცა ესა და მისი ლექსები არის შაჰაბაზ პირველი საოცარი ლექსები და როგორ ესეთი სინაზით და იმით გამორჩეული და შაჰაბაზ პირველი იყო საოცრად ეჭვიანი კაცი, საკუთარი შვილი მოკლე ეჭვიანობაზე დაუძახა ვეზირს და უთხრა რომ მე მითხრესო რომ ჩემი შვილიო ღალატობსო, მტრობსო და ალბათო მართალიაო მოაყვანინა ჯალათს და გააგდებინა თავი. იმ მომენტში მე გამოფხიზ და ეს რა გავაკეთეო ვეზირს დაუწყო ჩხუბი რო კი მაგრამ შენ რატომ არ შემიშალე ხელი ამაში მეო და მოაყვანა იმას თავის შვილო მოაკვლევინა მის თვალწინ ეხლა ორივე ერთნაირ მდგომარეობაში ვარ. არის აი მამა რა მამა ახლა წარმოიდგინეთ თქვენ აი ასეთი რაღაცა ეხლა წერან ახსენე დავით აღმაშენებლის ვაჟი დემეტრე პირველი ხო? დემეტრე პირველს საკუთარი შვილი აუჯანყდა. 6 თვით ის გაუშვეს ბერათ აღიკვეცა იძულებული გახდა დამიანეს სახელი წასულიყო დავით გარეჯის მონასტერში შენხარვენ დაწერა და მემატიანე რას გვეუბნება დემეტრეო ევედრეო და უფალსო რომ მისი უმადური შვილისათვისო შემოკლებინა სიცოცხლის დღენი და თითქოს ღმერთმაც უსვინო 6 თვეში გარდაიცვალა. აი ახლა ესეთი წარმოიდგინეთ რთულია ეს ყველაფერი ხო ასე რომ გავხედოთ ჩვენ ისტორიაში ყავს არის ეს მომენტები როდესაც მამები პოლიტიკურ ასე რომ ვთქვათ ძალაუფლებისათვის ბრძოლაში შვილებს ექცევიან ძალიან ცუდად და ევროპის ისტორიაშიც ბევრი ამის მაგალითია ანუ ნუ ასე დედა შეიძლება იყოს მაგრამ თქვენ ახლა ბრძანეთ რომ გაინტერესებათ თუ არის სადაც უარყოფითია აი არის როგორ არის ბევრია ისიც ფაქტობრივად ამ გადასახედიდან ცოტა ცუდი მამობა გამოდის როდესაც გინდაც ვაჟს და გინდაც ქალს ათხოვებდნენ და ცოლს რთავდნენ პოლიტიკური მიზნით როცა შვილს არ ეკითხებოდნენ საკუთარ ეს შუა საუკუნეებში ჩვეულებრივი მოვლენა უბრალოდ ამ გადასახედიდან ცოტა გაუგებარია კი შუა აი მაგალითად დავით აღმაშენებელმა რუის კრებაზე ერთი ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიაღებინა რომ შვილ ბავშვთა დაწინდვის წესი აკრძალა კი ბატონო ხო ეს ხდებოდა დაწინდვა